დღევანდელ სხდომაზე ჩვენ შევუცვალეთ გენდერული თანასწორობის საბჭოს სახელი და გახდა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო. რეალურად ამ შემთხვევაშიც ფუნქციები დაგვემატა, იმიტომ რომ წინა შემთხვევაში ჩვენ მუშაობდით ქალთა და კაცთა საკითხებზე, ახლა დაგვემატა ბავშვთა საკითხებზე მუშაობაც რეალურად. განსაზღვრეთ საბჭოს წევრთა რაოდენობაც, რომელიც ასევე კანონით არის განსაზღვრული. საბჭოს შემადგენლობა უნდა იყოს მინიმუმ 7 და მაქსიმუმ 21. წინა შემთხვევაში ეს შეზღუდვა არ გვქონდა და ასევე დებულებაში იქნება შეტანილება, გამომდინარე იქიდან, რომ წინა შემთხვევაში ჩვენ არ გვქონდა კონკრეტულად განსაზღვრული, ვინ უნდა ყოფილიყვნენ წევრები და ან თავისუფლება ჰქონდა ამ შემთხვევაშიც და დღევანდელ რეალობაში იმუშავებენ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები, ფრაქციის თავმჯდომარეები და ის ადამიანები, ვინც უშუალოდ ჩართულები არიან ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მუშაობის პროცესში.